პუტინს ჰქონდა ომის გეგმა 2026 წლისთვის, დონბასის დაშლისთვის, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ტერიტორიის დაკავებისთვის. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა რუსეთის შეუჩერებელი წინსვლა უკრაინის ძალების რუსეთის ზეწოლის ქვეშ დაშლას გამოიწვევდა. მაგრამ ეს გეგმები უკვე დაინგრა. უკრაინა იღებს კონტროლს, რადგან მან სცენარი შეცვალა. რუსეთს ეგონა, რომ ომს 2026 წელს დაასრულებდა, მაგრამ ყველაფერს უკრაინა მოიგებს, რადგან პუტინი უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეუძლია მათი ჩანაცვლება. რუსეთის გეგმა მთლიანად წინსვლაზეა დაფუძნებული. პუტინმა უკრაინაში დაახლოებით 700,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ძალა შექმნა და მათი ამოცანა 2026 წელს არის, რომ რამდენიმე მიმართულებით ღრმად შეიჭრან უკრაინის ტერიტორიაზე. დნეპრის მდინარე მთავარი სამიზნეა. პუტინი უნდა რომ რუსეთის ჯარები მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ამ წყლის მარცხენა ნაპირს და შესაძლოა იმ წერტილამდეც მივიდნენ, რომ შეძლონ მისი გადაკვეთა. დონეცკი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია დღის წესრიგში. პუტინის სამიზნეშია ლეგენდარული ციხე-სიმაგრეების სარდლელი და უნდა რომ რუსეთმა სლოვიანსკისა და კრამატორსკის ქალაქებისკენ წაიწიოს. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ახლოს მივა ამ ქალაქების აღებასთან, მით უფრო ახლოს იქნება დონეცკის და შესაბამისად მთელი დონბასის რეგიონის აღებასთან. ეს იყო მთავარი საკითხი ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რაც კი უკრაინასა და რუსეთს შორის აქამდე გამართულა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. პუტინის გეგმები 2026 წელს ისეთივე ამბიციურია, როგორც შეიძლება იყოს. ამ ორ მთავარ მიზანზე გარდა, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს შავი ზღვის სანაპიროზე თავისი კონტროლის გასამყარებლად, რაც თავის მხრივ დონეცკის აღებასაც ემსახურება. ასევე შეიძლება შეამსუბუქოს უკრაინის ზეწოლა ერიმზე და შავი ზღვის ფლოტზე, რომელიც შეჭრის დიდი ნაწილის განმავლობაში გამოუყენებელ ნოვოროსიისკის კუთხეში იყო მიყენებული. ეს ბოლო დროს კარგად აღარ მუშაობს, რადგან უკრაინა აშენებს უფრო დიდ და უკეთეს დრონებს, რომლებსაც იყენებს ახალი ბაზის დასათმელად. როგორც ეს მოხდა 2 მარტს, როდესაც უკრაინამ დააზიანა ომი ხომალდების წვილი, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილია ნოვოროსიისკში. და ეს პროცესი გრძელდება. რუსეთს სურს ლუგანსკის სრულად დაკავება, რომელიც დონბასის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია და უნდა დაეცეს დონეცკთან ერთად. მაგრამ მოიცადეთ, რუსეთი ამბობს, რომ ლუგანსკის დაცემა ახლახან მოხდა, უკვე მესამედ მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ASW-მ 1 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი განცხადება გააკეთა, თითქოს რუსეთმა ლუგანსკის მთელი რეგიონი დაიკავა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მესამედაა, რაც რუსეთი ასეთ განცხადებას აკეთებს და ASW აღნიშნავს, რომ რუსეთი მართლა აკონტროლებს ლუგანსკის 99.84% ოლქი ჯერ კიდევ სრულად არ დაცემულა. ნადია და ნოვოიერივკა, რომლებიც ორივე ბოროვას აღმოსავლეთით მდებარეობს, ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევენ. სავარაუდოდ რუსეთს მოუნდება ამ დასახლებების დაპყრობა, რათა მეოთხედაც განაცხადოს, რომ ლუგანსკი დაეცა. მეოთხე მცდელობა შესაძლოა მართლაც წარმატებულიებული აღმოჩნდეს. და რუსეთს კვლავ სურს შექმნას ბუფერული ზონა, რომელიც ჩერნიგოვიდან სუმის გავლით ხარკოვის ოლქამდე გაგრძელდება, რაც რუსული სასაზღვრო რეგიონებისთვის უკრაინის საპასუხო შეჭრისგან დაცვას უზრუნველყოფს. ზაპოროჟიესა და ჰულიაპოლის მიმართულებებზე წინსვლაც დღის წესრიგშია, სადაც პირველის მიზანია რუსეთს საშუალება მისცეს შექმნას მეორე ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინის ძალებს სამხრეთიდან დონეცკში შეჭრისგან შეაჩერებს. ეს ძალიან მასშტაბური გეგმებია და მათი განხორციელებისთვის რუსეთს ყველა არსებული ადამიანური რესურსის მობილიზება დაჭირდება. ვლადიმირ პუტინი ისეთივე ამბიციურია, როგორც ეგვიწოდებლო სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან. რუსეთმა უკვე დაიწყო გაზაფხულის შეტევა, რომელიც გაგრძელდება ზაფხულში და შემდეგ შემოდგომაში, რაც ყველა ამ მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ეს არის. იმ ოპერაციამ ვერ აიღო კიევი და ეს ბოლო გეგმებიც იშლება, სანამ რუსეთს მათი განხორციელების შანსი მიეცემა. რაღაც შეიცვალა რუსეთისთვის. როდესაც ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დაუმარცხებელი ძალა ბრძოლის ველზე, რეალურად ჩვენ ხედავთ ძალების ბალანსის სრულ ცვლილებას. პუტინს შეიძლება კონდეს გეგმები, მაგრამ უპირატესობა უკრაინას აქვს. რუსეთის სცენარი უკრაინამ მთლიანად შეცვალა და გაანადგურა. რაც პუტინისთვის 2026 წელს ომის დამთავრებად უნდა ქცეულიყო, ეხლა იქცევა იმ წლად, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე ყველაზე სამარცხვინო დამცირებებს განიცდის, რაც კი აქამდე უნახავს. და ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინას საკუთარი გეგმა აქვს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ყველაფერს, რასაც რუსეთი აკეთებს, და ამავდროულად მოამზადოს საფუძველი დაბრუნებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ტერიტორიები მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს წინსვლას. ეს გეგმა 4 სიტყვაში შეიძლება შეჯანდეს. გამოფიტვა, შეკავება, აშენება და დარტყმა. ასე ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სივსკი, რომელმაც ICTV-სთან ისაუბრა და დეტალურად აღწერა უკრაინის საპასუხო გეგმა რუსეთის წინააღმდეგ. 2026 წელს უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომელთა დაპყრობასაც რუსეთი აპირებს, რაც გეგმის ყველაზე აშკარა ნაწილია. უკრაინა ასურს ამ ტერიტორიების დაკარგვა. რუსეთისთვის გადაცემული ყოველი კვადრატული მილი პუტინს მის მიზნებთან უფრო ახლოს მიიყვანს. ამ ტერიტორიების შენარჩუნებით უკრაინა ასევე ასრულებს გეგმის მეორე ნაწილს, რაც რუსეთის ძალების გაუმფიტვას გულისხმობს.
კიდევ ერთხელ ლოგიკა ნათელია. პუტინი და მისი გარემოცვა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათი მთავარი სტრატეგია ადგილზეა. უკრაინის თავდაცვაზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეგზავნა მანამ, სანამ ის არ ჩამოიშლება. რაც უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს უკრაინა იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი დაესხა, მით მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა ნადგურდება, რაც თავისუფლებ ზღუდავს რუსეთის სამხედრო ძალას. შორ მანძილზე დათქმები ამ მეორე ნაწილს ამატებს უკრაინის სტრატეგიაში, რადგან ისინი შიგნიდან ანგრევენ რუსეთის საომარ მანქანას. თუმცა სწორედ უკრაინის სტრატეგიის მესამე და მეოთხე ნაწილებია, რომლებიც თამაშის წესებს სვრიან უკრაინისთვის. ქვეყანა გეგმავს ძლიერი რეზერვების შექმნას, სანამ მისი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ. და როგორც მალე გაიგებთ, ეს რეზერვები მხოლოდ დიდი ჯარის შექმნას არ ნიშნავს. შემდეგ არის დარტყმის ნაწილი. სირსკი ამბობს, რომ უკრაინა დაარტყამს იქ, სადაც რუსეთი ყველაზე სუსტია, მიუხედავად იმისა, სად არის ეს ფრონტის ხაზზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა გაათავისუფლებს იმდენ ტერიტორიას, რამდენსაც შეძლებს და ამას ორი მიზეზის გამო გააკეთებს. პირველ რიგში ტერიტორიის გათავისუფლება უკრაინას ძლიერ ბიძგს აძლევს, როგორც თავად სირსკი აღნიშნავს, როცა ამბობს. ამჟამად მტერი ჩვენ წესებით თამაშობს. ანუ ისინი იძულებულნი არიან ადაპტირდნენ და კონცენტრირდნენ თავიანთ ძალებს იქ, სადაც ჩვენ ვიწევთ წინ. და ეს მიგვანიშნებს მეორე მიზეზზე. უკრაინა იბრუნებს უფრო მეტ ტერიტორიას, ვიდრე შეუძლია შეინარჩუნოს, რაც არღვევს პუტინის საომარ გეგმებს და აიძულებს რუსეთს ძალები გადაისროლოს ფრონტის მოულოდნელ უბნებზე. ეს თავისუფლად ასუსტებს რუსულ შეტევას, რომელიც უნდა მიაღწიოს იმ დიდ მიზნებს, რაც პუტინმა დაასახა. ასე რომ გვაქვს ორი ქვეყანა, ორი სრულიად განსხვავებული გეგმით. და აქ იწყება მტკივნეული ნაწილი პუტინისთვის. რუსეთის გეგმა იყო მხოლოდ ბევრი ლაპარაკი, რასაც მოჰყვა ყველა ადრეული მცდელობის სრული განადგურება, რომ ეს გეგმა რაიმე პრაქტიკულში გადაეყვანათ. რაც შეეხება უკრაინის გეგმას, ის უკვე განხორციელებულია და ამას ბრძოლის ველზე ყველგან ხედავთ, ან წუთებშიც კი. დავიწყოთ უკრაინის 4-ნაწილიანი მიდგომის ყველაზე საინტერესო ნაწილით, რაც გულისხმობს დარტყმას იქ, სადაც რუსეთი ყველაზე სუსტია. უკრაინა ამ გეგმის კონკრეტულ ნაწილს უკვე იანვრის ბოლოდან ახორციელებს, როცა SpaceX-მა საბოლოოდ დაახკვეთა რუსეთის შესაძლებლობა უკანონო ტერმინალებით მიეღოთ სდოდომა Starlink-ს. ამ ერთმან გადაწყვეტილებამ რუსულ სამხედროებში კომუნიკაციის სრული ჩავარდნა გამოიწვია, რაც Led Zeppelin-საც კი გაამატებდა და შედეგად უკრაინის სამხრეთში სუსტი წერტილების ის მასიური გაჩენა მოჰყვა, სადაც რუსულმა ძალებმა 2025 წლის მეორე ნახევარში დაკავებულ ტერიტორიებზე მყიფე კონტროლი შეინარჩუნეს. უკრაინამ სწრაფად და ძლიერად დაატყა, შთამბეჭდავი წარმატებები მოიპოვა, როცა რუსეთის თვალწინ ათავისუფლებს დიდ ტერიტორიებსა და მრავალ დასახელებას. ბრიტანული წყაროების ცნობით სირსკი 31 მარტს განაცხადა, რომ უკრაინამ 2026 წელს უფრო ადრე დაწყებული შეტევითი კამპანიის შემდეგ ოლექსანდრიუკის მიმართულებით 480 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ 185 კვადრატულ მილზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა. ამას ემატება 430 კვადრატული კილომეტრი, ანუ 166 კვადრატული მილი, რომელიც უკრაინამ დაიბრუნა დობროპილიას კონტრშეტევის დროს, ასევე უკრაინის მიერ კოპიანსკის დაბრუნება, სადაც ქალაქი მთლიანად გამოვიდა რუსეთის კონტროლიდან. სირსკი ამატებს, რომ ეს ოპერაციები უკვე აიძულებს რუსეთს ჯარები გადაისროლოს პოხროვსკისა და არჩეროტინას მიმართულებებიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ზუსტად იმ შედეგს იძლევა, რასაც უკრაინა ელოდება. აიძულონ რუსეთს ძალების გადამისამართება, შექმნან კიდევ უფრო მეტი სისუსტე ფრონტზე. და გახსოვთ ის სამხრეთის ბუფერული ზონა, რომელიც ადრე ვახსენეთ. უკრაინამ იმდენი ტერიტორიის დაბრუნებამ ოლექსანდრიუკის სექტორში ის ბუფერული ზონა რუსეთისთვის მიუწვდომელი გახადა. პუტინს აღარ შეუძლია ბუფერული ზონის შექმნა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აღარ აკონტროლებს. და როცა უკრაინა კიდევ უფრო წინ წაიწევს ამ მიმართულებით, რაც როგორც ჩანს ყველაზე სავარაუდო სცენარია მომდევნო თვეებში, ის რაც ბუფერული ზონა უნდა ყოფილიყო, გადაიქცევა გზად, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს ჯარების დონეცკის მიმართულებით გადასაყვანად. ასე რომ უკრაინის 4-ნაწილიანი გამარჯვების გეგმის შეტევის ნაწილი უკვე კარგად მიმდინარეობს. და გახსოვდეთ, უკრაინის მიერ დაბრუნებული ყოველი მიწის ნაკვეთი ხდება ტერიტორია, რომელსაც უკრაინა შეინარჩუნებს. რაც თავისუფლად ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია უკრაინას შეუძლია გამოიყენოს რუსეთის ძალების დასასუსტებლად. და რაც შეეხება შენარჩუნებას, უკრაინაც ამ საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. სანამ ამ თემას უფრო დეტალურად განვიხილავთ, გეტყვით, რომ სწორედ ამიტომ აკეთებ The Military Shows, რათა აგიხსნათ, როგორ მოქმედებს ძალა რეალურად ბრძოლის ველზე. თუ გსურთ მეტი იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. ეხლა კი ტერიტორიის შენარჩუნება. უკრაინა ამას აქტიურად აკეთებს, მას შემდეგ რაც რუსეთმა მარტში უფრო ადრე გაზაფხულის შეტევა დაიწყო. Euromaidan Press-ის მიხედვით უკრაინამ წარმატებით დაარღვია და ძირითადად დაბლოკა რუსეთის 13-რივი შეტევა, რომელიც ყველა იმ ადგილს ეხებოდა, რაც ვახსენეთ. არსებობს უკრაინის წარმატების ცალკეული მაგალითები, მაგალითად ის, რაც ქვეყნის რონინის ბატალიონმა, რომელიც უკრაინის 65 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ნაწილია, 28 მარტს მოახერხა. რუსეთმა სცადა ჯავშან ტექნიკის შეტევა რობოტინას დასახლების მახლობლად, რომელიც ზაპოროჟიაში მდებარეობს იმ დღეს. შედეგად რუსეთმა სრული მარცხი გაინცადა, რადგან უკრაინის დრონების ოპერატორებმა გაანადგურეს ყველა 10 ჯავშან ტექნიკა, რომელიც რუსეთმა ამ შეტევისთვის გამოიყენა. ეს არის ისტორია, რომელიც ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე მეორდება, რადგან რუსეთი ცდილობს კიდევ მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაისროლოს უკრაინაში.
მედუზამ ამაზე გაამახვილა ყურადღება 1 აპრილის ანალიზში, სადაც აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტის ხაზებზე გარკვეული სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს შეტევების რაოდენობა გაზარდოს. უკრაინის კონტრშეტევამ, რომელმაც ქვეყანას ამდენი ტერიტორიის დაბრუნება მოუტანა, ნიშნავს იმას, რომ რუსული წინსვლის ცდილობები ხარკოვის, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებზე ყველა შეჩერდა. უკრაინა კვლავ აკონტროლებს კონსტანტინიუკის გარეუბნებს, სადაც ქალაქის მრავალსართულიანი შენობები მდებარეობს. ეს ქმნის საფუძველს სასტიკი გამოფიტვის ბრძოლისთვის, სადაც პუტინის ძალები ათასობით ადამიანს დაკარგავენ ქალაქის აღების მცდელობისას. უკრაინა იუწყება, რომ სლოვიანსკის მიმართულებით მდგომარეობა სტაბილიზებულია და უკრაინამ შეძლო მინკიუკას სოფლის ნაწილის დაბრუნებაც კიდევ ერთი წარმატებული კონტრშეტევის შედეგად. და ოროხი-ჰულიაპოლის მიმართულებებში კიდევ უფრო მეტმა უკრაინულმა კონტრშეტევამ რუსული წინსვლა თითქმის შეაჩერა. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს და ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი დასახლებების მიმართულებით მიმართულებით წინსვლას. ამ ეტაპზე ის არც კი ცდილობს უშუალოდ ამ დასახლებების აღებას. ის ცდილობს მათ გარშემო ტერიტორიის დაკავებას, რათა მომავალი უფრო ღრმა შეტევისთვის მოემზადოს. მაგრამ უკრაინა მაინც ინარჩუნებს პოზიციებს მიუხედავად ამ ცდილობებისა. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის გამოფიტვის ნაწილს ემსახურება. სანამ ამას განვიხილავთ, არის შექმნის მხარე, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება. უკრაინა ამბობს, რომ სურს რეზერვების შექმნა. როგორც უკვე ვთქვით, ეს მხოლოდ ცოცხალი ძალის შეგროვებას ამნიშნავს. უკრაინამ მძიმე ზამთარი გადაიტანა, რადგან რუსეთი დრონებისა და რაკეტების დარტყმებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავდა, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მაქსიმალური შიშის დათესვას. შუქის გათიშვა და გათბობის დაკარგვა უკრაინის მასშტაბით ხშირი იყო 2025-26 წლების ზამთარში. და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მზად იყოს თუ რუსეთი 2026 წლის ბოლოს კვლავად შეეცდება იგივე ქმედებებს. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი, რომელმაც 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აგროვებს გაზის მარაგებს მომავალი ზამთრისთვის. ის ცდილობს გაზარდოს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ვერტიკალური კორიდორის სისტემის მილსადენებიდან, რომელიც საბერძნეთზე გადის. უკრაინაში დიზელის საწვავის იმპორტი უკვე იზრდება, რადგან ქვეყანა აგროვებს მარაგებს იმისთვის, რაც მისი აზრით წინ ელოდება. რეზერვები რამდენიმე ფორმით არსებობს. ეს მაგალითი უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ის ცდილობს ომი იმდენ ხანს გაახანგრძლივოს, რომ მისი გამოფიტვის სტრატეგია გაამართლოს. რა თქმა უნდა, არსებობს რეზერვების ის ტიპებიც, რომლებიც ყველაზე უშუალოდ გავლენას ახდენს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე, ანუ ცოცხალი ძალის დაგროვება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ფრონტზე გაგზავნიან. ეს არის უკრაინის გეგმის ერთი ასპექტი, რომლის განხორციელებაც საკმაოდ რთულია. უკვე 2025 წლის აგვისტოში სირსკიმ თქვა, რომ უკრაინა ყურადღებას ამახვილებდა საბრძოლო მზადყოფნის რეზერვების შექმნაზე. დღევანდელ დღემდე სირსკი ამბობს, რომ პერსონალი კვლავ უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. უკრაინაში მობილიზაცია ძალაშია და სირსკი ამბობს, რომ უკრაინის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ამ ეტაპზე 10-დან 6 ან 7 ქულას აძლევს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას უკეთესადაც შეუძლია. სირსკი აღიარებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შექმნათ შესაბამისი პირობები, რათა უზრუნველყონ, რომ გაწეულები უნებართოდ არ გააცდენენ სამსახურს, როგორც თავად ამბობს. რეზერტირობის მთავარი მიზეზი არის სამსახურის სურვილის არქონა და საკუთარი სიცოცხლის შიში. გაწევის ცენტრიდან სამხედრო სამსახურში გადასვლა და მომზადება უნდა იყოს რაც შეიძლება შეუფერხებელი და უმდგუნეული. უკრაინა მუშაობს მობილიზაციის პირობების გაუმჯობესებაზე, აქცენტით ჯაჭვის ყველა ნაწილზე, საცხოვრებლიდან დაწყებული, მომზადებითა და კვებით დამთავრებული. მიზანი, როგორც ჩანს, არის ამ პროცესის რაც შეიძლება შეუფერხებლად გაკეთება, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს უკრაინას, რადგან შეძლებს შეინარჩუნოს მეტი გაწეული ჯარისკაცი. მაღალი შენარჩუნება იძლევა რეზერვების შექმნის შესაძლებლობას, ხოლო ეს რეზერვები უკრაინის გეგმის ყველა სხვა ასპექტსაც აძლიერებს, რომელიც მიმართულია რუსეთის 2026 წლის კამპანიის დასასუსტებლად. და ამით ისე უბრუნდებით გამოფიტვას. რუსეთმა გაზაფხულის შეტევა მარტის დასაწყისში დაიწყო. უკვე 2026 წლის დასაწყისში ვიწყებდით იმის დანახვას, თუ როგორ ამართლებს უკრაინის გამოფიტვის სტრატეგია. 26 წლის პირველ სამთვეში რუსეთმა 99000 ჯარისკაცი დაკარგა და ახლა რუსეთი დღეში დაახლოებით 1500 დაღუპულსა და დაჭრილს ითვლის. პუტინისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი ნაკლებია იმ 100,000 ჯარისკაცზე, რომელიც რუსეთმა 2025 წლის ნოემბრიდან 26 წლის იანვრამდე დაკარგა. თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთში დანაკარგების მკვეთრ ზრდას, მას შემდეგ რაც გაზაფხულის შეტევა დაიწყო. მათ შორის იყო რეკორდული დღე, როდესაც პუტინმა 17 მარტს 1700-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წლისთვის ჯერჯერობით დღიური მაქსიმალური მაჩვენებელია. და ეს არის თავარი საკითხი ჯერჯერობით. როდესაც რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი შეტევები, უკრაინის მიერ დარტყმისა და პოზიციების შენარჩუნების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი დანაკარგი მიადგეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ სურს უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში თვეში 50,000-მდე დანაკარგი მიაყენოს. უკრაინა ჯერ ამ მიზანს არ მიაღწია, მაგრამ თუ შეძლებს ყოველდღიურად 1700-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დანაკარგი გახადოს ჩვეულებრივ მოვლენად, რაც სრულიად შესაძლებელია, რადგან რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე ძლიერად ცდილობს შეტევას, 50,000 დანაკარგი შეიძლება აღარ ჩანდეს ასეთი არარეალური მიზანი. საბოლოოდ 1700 თუ 30 დღეზე გავამრავლებთ, გამოვა 51,000 დანაკარგი.
თუნდაც უკრაინამ ვერ მიაღწიოს 50,000 დანაკარგის მიზანს, უკრაინის მიერ შემუშავებული გეგმა ნიშნავს. როცა სირსკი ამბობს, რომ უნდა რუსეთი უკრაინის წესებით ათამაშოს, სწორედ ამას გულისხმობს. მეტი დანაკარგი ტერიტორიების გათავისუფლება, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში პოზიციების შენარჩუნება, რუსეთის ძალების გადამისამართება და რეზერვების შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს ბრძოლა რაც შეიძლება დიდხანს. ეს ყველაფერი ერთად უკრაინის გამარჯვების გზას ქმნის. რაც შეეხება რუსეთს, მისი მთავარი მიზანით დაასრულოს ომი, რომელიც პუტინმა 4 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, 2026 წლის ბოლომდე, უკვე დამსხრეულია. რუსეთს სურს გაზარდოს თავისი შეტევების მასშტაბი და მოცულობა, რასაც იგი უკრაინის თავდაცვის გარღვევის მთავარ გასაღებად მიიჩნევს. ყველა მიმართულებიდან, სადაც პუტინს სურს წინსვლა, ოროხივი ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციად ითვლება დონეცკის ციხესიმაგრის სარტყელის გარეთ. ეს დასახლება რუსეთს მისცემს გზას დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ, რაც თავისუფლებ საშუალებას მისცემს ზაპორიჟიის ქალაქზე შეტევას. მაგრამ ოროხივის დასაკავებლად რუსეთს ჰულიაპოლას აღება მოუწევს. როგორც ადრე ვახსენეთ, უკრაინა ამ სექტორში კონტრშეტევას ახორციელებს, რის შედეგადაც რუსეთს დანაკარგები აქვს. რუსეთის შეტევა ოროხივზე უკვე უკუგდებულია და აშკარაა, რომ უკრაინას მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ აქვს განზრახული. ასე არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები პუტინისთვის. შეტევების გაძლიერება უნდა ნიშნავდეს მეტი ტერიტორიის დაკავებას და არა ტერიტორიის დაკარგვას, ათასობით დანაკარგის ფონზე. მაგრამ სწორედ ეს ხდება ახლა რუსეთისთვის. და როგორც უკრაინის ახალი ხმა იუწყება, კრემლი უკვე იმდენად ფრთხილობს იმით, რასაც ბრძოლის ველზე ხედავს რუსეთის შეტევის ასეთ ადრეულ ეტაპზე, რომ უკვე იწყებს 2026 წლისთვის დასახული მიზნების შემცირებას. გამოცემა იუწყება, რომ ჯარისკაცების დეფიციტი უკვე იწყებს ამ შეტევის შეჩერებას. ამან კრემლს აიძულა გადაედო ისეთი მიზნები, როგორიცაა სუმის რეგიონში ბუფერული ზონის შეშექმნა და ზაპორიჟიაში უფრო შორს წაწევა 2026 წლის მეორე ნახევრისთვის და ზოგ შემთხვევაში 2027 წლისთვის. უკრაინის სამხედრო დაზორვა მიუთითებს, რომ ხარკოვში და შავი ზღვის სანაპიროზე მიზნები უკვე მთლიანად გვერდზეა გადადებული. და იმ მასშტაბური შეტევის ნაცვლად, რომელსაც ვლადიმირ პუტინი 2026 წლისთვის გეგმავდა, ისევ იგივე შეღწევის ტაქტიკებია, რაც რუსეთმა 2025 წელს დაიწყო გამოყენება. ასე რომ რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები იწინწავლენ, იზოლირებულნი იქნებიან, განადგურდებიან და შემდეგ მათ ადგილს ახალი ჯგუფები დაიკავებენ, სიკვდილის ციკლში, რომელიც პირდაპირ ემსახურება უკრაინის გეგმების ამოწურვის ასპექტს. უკრაინა იღებს ომის კონტროლს საკუთარ ხელში. საბრძოლველი თავდაყირა დადგა და ყველა გეგმა, რომელიც რუსეთმა 2026 წლისთვის შეიმუშავა, უკვე ნანგრევებად იქცა. რუსეთი კვლავაც შეეცდება წინსვლას. შეიძლება გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიოს, მაგრამ რადგან მიზნები უკვე უკან იხევს, კრემლი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ზედმეტად შორს წავიდა. ეს უკრაინის წელია, რომ ბოლო მოუღოს რუსეთის აგრესიას და უკვე ძალიან კარგად ახორციელებს ამ გეგმას. უკრაინის შეტევა სამხრეთში ერთ-ერთი საყრდენია ყველაფრის, რასაც ახლა ხედავთ, რადგან მან რუსეთის ძალები გაანადგურა. ვლადიმირ პუტინს ამას არასდროს ელოდა. არ იცოდა როგორ გამკლავებოდა ამას და შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი, რაც უკრაინამ სამხრეთში მოახერხა, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი მასალა უკრაინაში ბრძოლის ველის დინამიკაზე. მადლობა ყურებისთვის.